სხვათა შორის აი როცა საუბარია სიფხიზლეზე და მღვიძარებაზე, გვახსოვდეს კიდე ერთი რამ, რომ გასულ ჩვენ ამბობთ ხოლმე არცეთი წამი ქრისტეს გარეშე. ადამიანი დროში გაანგრძობილად ცხოვრობს და როცა ვამბობთ რომ არცეთი წამი ქრისტეს გარეშე, ეს ფაქტიურად პავლე მოციქულის სიტყვების სხვაგვარად წარმოთქმაა, ხო, მოუკლებლად ილოცვიდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ სულ ღმერთთან მყოფობას ვსწავლობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თითქოს ერთი წამი რა არის, არც არაფერი. მაგრამ იცით, ერთი წამი ჩვენ ცხოვრებაში დადგება წამი, როცა ჩვენ გარდავიცვლებით. ხომ მნიშვნელოვანი იქნება ის ერთი წამი. ჩვენ ცხოვრებაში დადგა წამი, იყო წამი, როცა ჩვენ დედამ დაგვბადა. ხომ მნიშვნელოვანი იყო ის წამი. ჩვენ ცხოვრებაში ხანდახან არის გამონათებები, წამის გამონათებები, როცა ღმერთი ჩვენ გულს ეხება. და ასევე ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება ყოფილა წამი, როცა ჩვენ იმ წამს ქრისტესთვის გვიღალატია. ანუ წამი თითქოს წამს არ ვაფასებთ, ეს მიდის თავის, ეს მიდის ეს დინარება წამებისა, მაგრამ ზოგიერთი წამი ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ ჩვენ არ ვისწავლით წამის გაფრთხილებას, ის წამი როცა უნდა გარდავიცვალო, მოვა ისე რომ მე მზად არ ვიქნები. ამიტომ ყოველი წამი ძალიან ძვირფასია. და თუ მე ვისწავლი ყოველი წამის გაფრთხილებას, ისე რომ ყოველი წამი ქრისტესთან ერთად ვიყო, მაშინ ქრისტეს აღარასოდეს აღარ უღალატებ. სულ მასთან ვიქნები. გესმით, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ დროში გაწელილად ცხოვრობთ და დროში გაწელილად უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, ყოველ წამს გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ არც ერთი წამი არ არის ტყუილ უბრალოდ მოცემული ჩემთვის. არამედ ყოველი წამი მოცემულია იმისთვის, რომ მე ვისწავლო ყოველ წამს ქრისტესთან მყოფობა, იმიტომ რომ დადგება დრო, როცა მე უნდა ამ ქვეყნიდან გავიდე, ის წამი იყოს ჩემთვის არა უცხო რაღაცა, რომ აი მე, არამედ ჩემთვის ბუნებრივი იყოს ის წამი. რა არის გარდაცვალება თუ არა ქრისტესში გადასვლა? ჩემი მორწმუნე არასოდეს მოკვდება, არამედ გარდაიცვლება სიკვდილისაგან სადო, სიცოცხლეში და ვინ არის სიცოცხლე? მე ვარ სიცოცხლე, ქრისტე ამბობს. ანუ გარდაცვალება ეს არის ქრისტესთან თანაზიარობა. და ჩემთვის ეს უცხო აღარ უნდა იყოს. მე ხო ისედაც მთელი ცხოვრება სულ ყოველი წამი ქრისტესთან ერთად არა ვარ? ხო, თუ ადამიანი ამ მდგომარეობას მიაღწევს. ამიტომ ეს არის მღვიძარება ზუსტად, რომ ფხიზლად ყოფნა.